დღეს გვექნება ცოტა ფსიქოლოგიური გაშლა საკუთარი თავის შესაძლებად. გაშლა ესეთი იქნება, სამ პოზიციად გაიშლება, რა мотиваცია გაქვთ ცხოვრების ამ ეტაპზე, ანუ რა გინდათ, რა გამოძრავებთ შინაგანი თუ ესეთი ენერგია საით მიდის, როგორ იქცევით სიტუაციურად, ტიპურ სიტუაციაში ცხოვრებისეულად ყოველდღიურად და კრიზისულ სიტუაციებში როგორ იქცევით. და დაგეხმარებათ ეს გაშლა დაინახოთ, სად არის პრობლემა თქვენ თავში, კრიზისებში, სად გაქვთ გარღვევა, სად გაქვთ პოზიტიური ენერგიები. მოკლედ, დავიწყოთ ახლა და ვნახოთ ცხოვრების ამ ეტაპზე რა мотиваცია გაქვთ, ხოლმე საკუთარ თავზე იფიქრეთ. ბალანსისთვის ვიდეოს დალაიქება და ჩემი გვერდის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. ვნახოთ თქვენი мотиваცია რა არის ცხოვრების ამ ეტაპზე. როგორი თქვენი ტიპური ქცევის მოდელი. კრიზისში როცა გაქვთ კრიზისულ სიტუაციებში როგორ გქცევით. აბა გავერკვიოთ ახლანდ мотиваცია. ასე იგი. мотиваციას რაც შეეხება თქვენსას, აქ საპირისპირო სქესი ამოდის. შესაძლებელია ვიღაცისთვის გინდათ რაღაცის დამტკიცება, ჩვენება, რომ თქვენ ძალიან ყოჩაღები ხართ, ძალიან მაგრები ხართ, თითქოს გინდათ რომ იყოთ მიღებული წრეში, საზოგადოებაში. ზოგადად შეიძლება ბედნიერების მიღება, გინდათ ემოციების გაზიარება გჭირდებათ, უფრო რატომღაც პარტნიორული სიტუაციები ამოდის, ან თუ პარტნიორი არ აკავთ, უბრალოდ საზოგადოების თვალში გინდათ რომ იყოთ დაფასებული, აღიარებული, აჩვენოთ თქვენი სიძლიერე, თქვენი სიმტკიცე, ხალხს, ოჯახს, გარშემოყოფებს, ყველას, ვინც თქვენს ირგვლივ არის, აი ესეთი გინდათ აჩვენოთ, რომ მე მაგარი ვარ, მე ძალიან ძლიერი ვარ, მე ყველაფერი შემიძლია, მე შემიძლია ვიყო იმაზე უკეთესიც, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, არის ეს მომენტი და შეიძლება ვიღაცასთან კავშირის, თანხმობის მიღწევა გსურთ, რაღაც საზოგადოების შექმნა გინდათ ისეთი სიტუაციის თქვენს ირგვლივ პოზიტიური დადებითი ენერგიები, სადაც თავდაჯერებულად იგრძნობთ. ან თქვენი мотиваცია უფრო მესამე პირებზე, გარე სამყაროზეა მიმართული, რომ შეიგრძნოთ და მოიპოვოთ აღიარება გარე სამყაროსგან. ნუ ამ ეტაპზე ეს არ შეიძლება კოლექტივში მორგება გინდოდეთ, მაგალითად, ან ოჯახში ვიღაცებთან დალაგება, ან მეგობრებს წრეში, ან ურთიერთობებში, აი მიღება ყურადღების და გაზიარება ემოციების და აი ჰარმონიული კავშირი გინდათ. ის კი არა მარტო მე ვარ, ყველა ერთად კარგად ვართ, ესეთი მომენტი გაქვთ. როგორ იქცევით ჩვეულებრივ სიტუაციაში. მომთმენი ხართ, უკიდურესად, ძალიან დიდი მოთმინების უნარი გაგაჩნიათ, ძალიან დიდი ძალა და რესურსით გაგაჩნიათ შინაგანი. ვიტყოდი რომ აი თქვენ მოთმინება შეიძლება საზღვრები ზოგჯერ არ გააჩნიათ და ზოგჯერ შეგიძლიათ ყველაფერი იტვინოთ. ფრთხილები ხართ, მიზანდასახულები ხართ, აი ოქროს შუალედის დაცვაც შეგიძლიათ მოერგოთ ადამიანს, გაუგოთ ადამიანს, დაეხმაროთ ადამიანს, გადაარჩინოთ ადამიანი, ანუ თითქოს ესე იქცევით ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ მზად ხართ ნებისმიერ წუთს დახმარების ხელი რაც წამოვა, ვის დახმარებას ითხოვს თუ არ ითხოვს, ყველას დაეხმაროთ, ყველა გადაარჩინოთ. ნუ ეს ერთის მხრივ. აქ მინუს ენერგიაში ასევე შესაძლებელია ცოტა ფიცხი ხასიათი ქონდეთ და აგრესიულიც იყოთ პერიოდულად, შეიძლება გიჭირდეთ ყოველთვის ბალანსის დაცვა რაღაცას, აი ლავასავით იყოთ, ითმენ გასკდება უცებ ეს ლავა, გადმოიფრქვევა და გადმოდის და მერე ყველაფერს წალეკავს უკიდეგანოთ. ესეთი ხასიათიც გაგაჩნიათ. ამიტომ ბალანსი დაიცავით, ალბათ ჯობია, ვისაც ესე უკიდურესობები გაქვთ, რომ მერე თქვენ მუდმივ დაძაბულობაში არ ყოთ, რომ ითმენ და არც ის არის კარგი უკონტროლო აგრესია და უკონტროლო ემოციები, არც მუდმივი მოთმინება არ არის კარგი. ან თითქოს ზოგადად სხვები რო გიყურებენ, ან სხვებისთვის, აი ყველას დახმარება თქვენ გინდათ, ყველას მოფერება, ყველას ზრუნვა, ყველას გადარჩენაზე თქვენ ფიქრობთ, რატომღაც არ ვიცი, ყველას აბსოლუტურად გინდათ რომ დაეხმაროთ და გინდათ რომ ყველგან სიმშვიდე და ჰარმონია იყოს.
კრიზისი როცა არის და რთული სიტუაციები, როგორ იქცევით ამ რთულ სიტუაციებში. თავისთავად პასუხისმგებლობებს ძალიან ბევრს იღებთ თქვენს თავზე, ერთის მხრივ და ხდებით ძალიან ზრუნველები, შეგიძლიათ ყველას მართლა უთანაგრძნოთ ადამიანებს, აი სითბო, სიყვარული, გრძნობები მისცეთ, ურთიერთობებში იყავით ფრთხილად, შესაძლებელია გადადიოდეთ დედის როლში, ქალბატონებზე მაქვს აქ საუბარი განსაკუთრებით, ეხავით ქალბატონები მიყურებთ, რომ იმდენად გინდოდეთ პარტნიორს დახმარება, რომ ყველაფერი ჩადოთ, მთელი რესურსი ჩადოთ და პარტნიორისთვის უკვე პარტნიორი კი აღარ იყოთ დედის როლის არქეტიპში, ფსიქოლოგიურად გადახვიდეთ ფსიქოტიპში, მაგ ენერგიაში. მოძრაობა გინდათ, შეიძლება ინიციატივაც გამოიჩინოთ პრობლემის გადაჭრისას, თქვენ თავზე აიღოთ მამაკაცური ენერგიებით შეგიძლიათ გამოხატოთ, რესურსი მისცეთ გარე სამყაროში ადამიანს, შეგიძლიათ აი ნახეთ რა მტკიცე ხელი აქვს და მე ვიზავ და მე გავაკეთებ და აიღოთ ეს პასუხისმგებლობა, რომ მე მართავ სიტუაციას, ნამდვილად შეგიძლიათ. აქ ერთი რაც არის, უკონტროლო და იმპულსური ეცადეთ რომ არ იყოს თქვენი ეს სურვილი კრიზისში პრობლემის მოგვარების, იმიტომ რომ შეიძლება მომენტში დაუფიქრებლად და აფექტურადაც მოიქცეთ, აი უცებ წაენთოთ, უცებ გაბრაზდეთ, უცებ გაღიზიანდეთ, უცებ იჩხუბოთ, იკამათოთ და მე დამშვიდეთ და საერთოდ სხვა რამეები დალაგდეს. აქ გააკონტროლეთ თქვენი ენერგია, ძლიერი და ბევრი ენერგია გაგაჩნიათ, ცეცხლოვანი, მაგრამ კარგი იქნება ბალანსი და კონტროლი ამ ყველაფრის, რომ უკიდურესობებში არ გადავარდეთ თქვენ ჩემო კარგებო. თუ გინდათ რჩევასაც ამოგიღებთ, რა უნდა შეცვალოთ თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე, ნახოთ. მიღება გაცემის ბალანსი გაქვთ დასაცველი პირველ რიგში, რჩევა ესეთია და როცა რამეს გააკეთებთ, კი მართალია სიკეთეს ჩუმად კეთება უხდება, მაგრამ თითქოს უკვე იმდენი გაქვთ გაკეთებული ესე ჩუმად, რომ დაფასება და აღიარება გჭირდებათ, ამიტომ ეცადეთ, რომ აჩვენოთ თქვენი წონა და თქვენი თავი, სადაც გახართ, კი შეგიძლიათ გაკეთება სიკეთის ყველაფრის დახმარება, მაგრამ ეს ფარდას მიღმა არ უნდა გააკეთოთ, იმიტომ რომ დიდი ხანია შეიძლება კულისებში გახართ და ვერც კი ხედავენ მე რა საშუალება და რა რესურსებს ფლობთ და საერთოდ რას წარმოადგენთ, ამიტომ თქვენი პიროვნება ცოტა სააშკარაოზე გამოიტანეთ დადებით კონტექსტში, შესაძლებელი და დასაბალანსებელი ეს არის არ ჩადოთ ზედმეტად ბევრი რესურსი ისეთ სიტუაციაში, რომელსაც პერსპექტივები არ გააჩნია. ესე უბრალოდ ემოციებს არ აყვეთ, პრაქტიკულად მიუდექით ხოლმე, როცა რაიმეს გაკეთებას, გაცემას, ფულს ეხება თუ ნებისმიერ, არ ვიცი, რესურსია დროც, მაგალითად, ვინმეს რო დრო დაუთმოთ, ვინმეს რო სიყვარული გაუზიაროთ ესეც და ბალანსი დაიცავთ, თუ არ გაძლევენ, იმაზე მეტი თქვენც არ გასცეთ, მინუსში არ გადახვიდეთ მერე. თუ მოგეწონათ ესეთი ტიპის გაშლა, დამიწერეთ კომენტარებში, მაინტერესებს თქვენი აზრი. ბედნიერ წარმატებულ კვირას და დღეს გისურვებთ.